ანუ იღებს სისხლს, გარდაქმნი მას ნეირონებად, რაც ნიშნავს რას? შენი ტვინის რუკას. ზუსტად ასე. ჩვენ მას გარდავქმნით ფრონტალური ქერქის ნეირონებად. ეს არის ტვინის ის რეგიონი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობებთან არის დაკავშირებული. სისხლის ანალიზიდან. უბრალო სისხლის აღებიდან, ჩვეულებრივი სისხლის ანალიზიდან, ზუსტად ისე როგორც სხვა ნებისმიერი სისხლის ანალიზი. თქვენი გამოცდილება იდენტურია. იღებთ სისხლს, აკეთებთ რუკას, თუ როგორ გამოიყურება წინა ქერქი. დიახ, ვაკეთებთ შეიძლება ითქვას, წინა ქერქის მდგომარეობის ამოკითხვას. და მერე და შემდეგ მას ვაცნობთ ყველა იმ სხვადასხვა მედიკამენტს, რომელსაც პაციენტი ჩვეულებრივ საკუთარ სხეულში უნდა გამოცდას. და შემდეგ ვანაწილებთ ამ მედიკამენტებს იმის მიხედვით, რომელი წამალი მოქმედებდა ყველაზე ძლიერად თქვენს ნეირონებზე. დღეს სტუდიაში ჩემთან ერთად არის თალია კოენის სოლალი, რომელიც არის NeuroCare-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრეციზიული მედიცინის სფეროში მუშაობს. მოგესალმებით, თალია. გმადლობთ მოწვევისთვის, Flo. თალია, თქვენ მართლაც განსაკუთრებული რამ გააკეთეთ. მინდა რომ ხალხმა ჯერ გაიგოს რა გააკეთეთ და როგორ მიაღწიეთ ამას. თქვენ შექმნით სისხლის ანალიზი, რომელიც ადამიანებს აჩვენებს, რომელი ფსიქიკური ჯანმრთელობის მედიკამენტი, დეპრესიის წამალი არის მათთვის შესაფერისი. ცდები. Sorry-ა. რაც ნიშნავს, რომ თქვენ გამორიცხეთ ცდა შეცდომის ელემენტი, რაც ძალიან აშინებს ბევრ ადამიანს, რადგან როგორც ყველამ ვიცით, სხვადასხვა აბი სხვადასხვა ადამიანს უხდება. მოდი დავბრუნდეთ დასაწყისში. თქვენ ნეირომეცნიერი ხართ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ფიქრობ, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დავინახე რა საშინელ მდგომარეობაში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო. ყავს საყვარელი ადამიანები, როგორც ბევრ ჩვენგანს, რომლებიც ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდნენ და წლები გაატარეს საუკეთესო მედიკამენტის ძიებაში. და ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა მათ საყვარელ ადამიანებზე, მათ კარიერაზე. და სამწუხაროდ ეს არ არის დასასრული. ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს არ არის უმნიშვნელო რამ. ეს არ არის რაღაც, რაც უბრალოდ გონებაში ხდება. ეს გულსადგენია და ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს ტკივილსა და ტანჯვას. მდგომარეობა უარესდება, რა? მდგომარეობა უარესდება. ვითხარით ცოტა რამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეპიდემიაზე, არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს სხვადასხვა ფაზაში მიმდინარეობდა. პირველ რიგში COVID-19-მა გამოიწვია დიდი გაურკვევლობა, მარტოობა, იზოლაცია და შიში. და ამან მართლაც გამოიწვია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა. ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც ხდება გენერაცია Z-ში, სადაც მათი 25% ფსიქიკური დაავადებებით იტანჯება, დეპრესიით იტანჯება. 46%-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი აქვს დასმული. 46%-ს. გენერაცია. Z-ს შეერთებულ შტატებში ეს დიაგნოზია. ეს ეპიდემიაა. ეს ეპიდემია და ხალხი ამას სერიოზულად არ აღიქვამს. და ჩვენ ისევ სხვა დაავადების კატეგორიაში ვათავსებთ მას, ვიდრე გულის, ღვიძლის ან გულის დაავადებებს. ამბობთ, რომ ამას ჯერ კიდევ ნაკლებად სერიოზულად აღიქვამენ თუ ისევ სტიგმატიზებულია. ორივე. ფიქრობ, დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე 10 წლის წინ იყო ეს ნამდვილად. მაგრამ ამას მაინც ზედმეტად მსუბუქად აღიქვამენ. და იცით, ადამიანები მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა უკვე ძალიან გვიანაა, რომ ზედმეტად მსუბუქად მიუდგნენ. ვაუ. და ამას საკმარისად სწრაფად არ აგვარებენ. იცით, ადამიანები მზად არიან აიტანონ ეს ცდა და შეცდომა, მაშინ როცა მედიცინის სხვა ყველა სფეროში ასე არ ხდება. ეს მართლაც ძალიან საინტერესოა. კარგი, როგორ გადადიხართ იმ ეტაპზე, როცა ირგვლივ ვიყურებით, ხედავთ, რომ ბევრი თქვენთვის ნაცნობი ან ახლობელი ადამიანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის და შემდეგ ფიქრობთ, ჰეი, მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში აკადემიურ კვლევებში დავიწყე კარიერა. მართალია. ასე რომ ზუსტად არ ვფიქრობდი, რომ რამეს ერთ ღამეში გადავჭრიდი. მაგრამ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა იმაში, რომ უკეთ გაგვეგო, როგორ ვითარდება დაავადების მექანიზმები და როგორ შეგვიძლია მათი გაუმჯობესება. ამისთვის ბევრი აკადემიური კვლევა ჩავატარე ოქსფორდში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დოქტორანტურისთვის და შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურისთვის, სადაც ყველგან ფსიქიატრიული დაავადებების საფუძვლიან მექანიზმებს ვიკვლევდი. შემდეგ იმით გავფრთხილდი, რომ ვერ ვახერხებდი რეალურად შემეტანა ცვლილება პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ გადავედი ინდუსტრიაში. ამიტომ პირველად შევერთდი პრეციზიული მედიცინის სტარტაპს ეპილეფსიის სფეროში. ვაუ. და ეს უბრალოდ საოცარი იყო, რომ შეგეძლო გენახა ის გავლენა, რაც პაციენტების ცხოვრებაზე შეგიძლია მოახდინო. სწორედ იქ მივიღე თავდაჯერებულობა, რომ დამეწყო NeuroCare, სადაც ახლა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვახდენთ გავლენას. მოგვიყევი რა, გამოიგონე ფაქტობრივად. ისტორიულად, ტვინთან რეალურად ცდომა არ ქონდა.
ასე რომ თუ გსურდა ინფორმირებულ ვარაუდებებზე დაყრდნობით გეცადა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში რაღაცების გაკეთება, ამას გამოკითხვებით აკეთებდი, შეიძლება PET-ით ან MRI-ით, მაგრამ ეს ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი არ არის ადამიანებისთვის. და რაც დავინახეთ, ონკოლოგიაში წვდომა გაქვს, ბიოპსიებიც გაქვს, ანთებითი დაავადებების შემთხვევაში სისხლის ნიმუშები გაქვს და ასე შემდეგ, სეპტიცემია. მაშ ასე, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ თქვით, სინებილეში დღეს ჩნდება ტექნოლოგია, რაზეც მე კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოკის დროს მუშაობდი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ყველა პაციენტის ნეირონებზე წვდომა. როგორ ვაკეთებთ ამას? ტექნოლოგია, რომელიც უკვე ჩანასახში იყო, როცა აკადემიაში მუშაობდი, საშუალებას გაძლევთ, აიღოთ სისხლის ნიმუში და გადააქციოთ იგი ნეირონებად. ანუ იღებთ სისხლს, მას ნეირონებად გადააქცევთ. რაც რას ნიშნავს? თქვენი ტვინის რუკა? ზუსტად ესე. ჩვენ მას ფრონტალური კორტიკალური ნეირონებად ვაქცევთ. ეს ტვინის ის რეგიონია, რომელიც ფსიქიატრიულ დარღვევებთან არის დაკავშირებული. სისხლის ანალიზიდან. უბრალო სისხლის აღებიდან, ჩვეულებრივი სისხლის ანალიზიდან, ზუსტად ისე როგორც სხვა ნებისმიერი სისხლის ანალიზი, თქვენი გამოცდილება იდენტურია. თქვენ აკეთებთ ასე, იღებთ სისხლს, აკეთებთ რუკას. რუკას თუ როგორ გამოიყურება შუბლის ქერქი. ზუსტად რუკას ვერ უწოდებდი, მაგრამ კი ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღებთ მონაცემებს, თუ როგორ გამოიყურება წინა ქერქი. და მერე და შემდეგ მას ვაცნობთ ყველა იმ სხვადასხვა მედიკამენტს, რომელსაც პაციენტი ჩვეულებრივ საკუთარ სხეულში უნდა გამოცდიდა. და შემდეგ ვაფასებთ ამ მედიკამენტებს იმის მიხედვით, რომელი მათგანი ახდენს ყველაზე ძლიერ გავლენას თქვენს ნეირონებზე. დღის ბოლოს, ნეირონებია ის, რაც აქტიურდება და განსაზღვრავს თქვენს ქცევას. ვაუ, ანუ ფაქტობრივად თქვენ ლაბორატორიაში ატარებთ ამ პროცესს და ამით თავიდან გვაცილებთ ცდებისა და შეცდომების ტკივილს. ზუსტად ესეა. გთხოვთ მითხარით, რომ ეს უკვე გამოყენებულია. მომიყევით ცოტა თქვენი დანერგვის შესახებ. უკვე ხელმისაწვდომია, ადამიანები იყენებენ ამას. დიახ, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომები ვართ. ვაუ, ჩვენ ვცვლით ადამიანების ცხოვრებას. ჩვენ ხელმისაწვდომები ვართ ისრაელში. ხელმისაწვდომები ვართ შეერთებულ შტატებში და მთელ ევროპაში. და უბრალოდ ის, რომ შემიძლია გავლენა მოვახდინო პაციენტების შედეგებზე, ჩემთვის ოცნების ახდენას ნიშნავს. მაშ სამედიცინო სფეროში, ექიმები, მთელ მსოფლიოში. ახლა გჭირდებათ მათი განათლება, რომ უთხრათ, ნახეთ, ეს ფსიქიატრები არიან? თუ ზოგადი პროფილის ექიმები. ვინ ატარებს ამ ტესტებს და იციან ისინი, რომ ეს შესაძლებელია. და ეს შეიძლება სხვა კითხვაც იყოს, არის თუ არა წინააღმდეგობა ტრადიციული პრაქტიკოსების მხრიდან. პირველ რიგში, ნებისმიერი პაციენტი შეიძლება მოვიდეს ჩვენს ვებგვერდზე და შეუკვეთოს ტესტი, რადგან ჩვენ ასევე პირდაპირ პაციენტებისთვისაც ვართ ხელმისაწვდომი. როგორც დნმ-ის ტესტი შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. ზუსტად ესე. ვაუ, კარგი, ზუსტად ასე. ეხლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე neurocare.com-ზე და შეუკვეთოს ჩვენი ტესტი. შემდეგ კი ისინი მიიტანენ შედეგებს თავიანთ ექიმთან, რათა დაეხმარონ მათ დანიშნულების განსაზღვრაში. მართალია. და თქვენ აძლევთ მათ მოკლე შეჯამებას, ანუ აძლევთ რეკომენდაციას, რომელი მედიკამენტი შეიძლება იყოს მათთვის შესაფერისი. ზუსტად. ამბობთ, რომ ეს ყველაზე კარგად იმუშავა თქვენთვის. ამან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ნეირონებზე. ზუსტად ასეა. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ასევე მივდივართ ექიმებთან. პირველ რიგში ფსიქიატრებს ვასწავლით. მაგრამ ამას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს პირველადი ჯანდაცვის სისტემაშიც. რა თქმა უნდა. ფსიქიატრებთან მისასვლელად ძალიან გრძელი რიგებია. ეს სინამდვილეში ფსიქიატრიულ დახმარებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ხალხი ფიქრობს, რომ არც კი ეცდება, რადგან კარგ ფსიქიატრს თვეების განმავლობაში ან მის ბიუჯეტში ვერ იპოვის. ეს მართალია. ამიტომ ეს შეიძლება დაეხმაროს პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რომ პაციენტები უკეთესად გახადონ და ტვირთვა შეუმცირონ გადატვირთულ ფსიქიატრიულ სისტემას. უკვე გამოცადეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს. ხალხი ამბობს კი, მათ პირველივე ცდაზე გამოვიდათ. რა შედეგებია ამ დროისთვის? ჩვენ გვაქვს საოცარი შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ჩვენი ეფექტურობა რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ ექიმს. ამ კვლევებს რამდენიმე კვირაში გამოვაქვეყნებთ. ვიმედოვნებთ, რომ მალე ხელმისაწვდომი იქნება. ასევე გვაქვს რეალური სამყაროს შედეგებიც, რომლებიც შემოდის და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მთელ გუნდზე, რადგან პაციენტები გვიყვებიან, რომ წლების ძიების შემდეგ ბოლოს და ბოლოს თავს უკეთ გრძნობენ. ძებნის შემდეგ. ზუსტად ესე. მოგვიყევით რამე ისტორიები. რას ისმენთ? პირველ რიგში ერთ-ერთი პაციენტი 19 წლის, რომელმაც ბევრი რამ უკვე გამოიარა. ვაუ.
ზუსტად ესეა. ჩვენთან მოსული პაციენტების 30% ახალგაზრდა დასრულებია, რადგან ისინი ძალიან გამოწვევების წინაშე დგანან დღევანდელ საზოგადოებაში. ისინი ძალიან ძლიერად არიან დაზარალებულები. ისინი ძალიან ძიმედ არიან დაზარალებულები. როგორც თქვი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მაღალია ეს რიცხვები. 56% ეს სიგიჟეა. და ახალგაზრდა მოზარდებში 14-დან 18 წლამდე თვითმკვლელობა ყველაზე დიდი მიზეზია სიკვდილიანობისთვის. ხუმრობთ, ეს ყველაზე დიდი მკვლელია. მაპატიეთ, თვითმკვლელობა მეორე ყველაზე დიდი მკვლელია. პირველი არის უბედური შემთხვევები. ვაუ. მეორე ადგილზე ყველაზე დიდი დაავადება, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ართმევს, არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მენტალური დაავადებები. ამიტომ, რა თქმა უნდა ვაბანდოთ ამ ადამიანებში. მილცეთ მათ ცდომა ასეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება სწრაფად. კარგი, მოგვიყევი იმ 19 წლიანზე მან უკვე 4 სხვადასხვა მედიკამენტი სცადა, მხოლოდ 19 წლისაა. და ამას დრო სჭირდება რომ სცადო და მე მიხვდე რომ ეს შენთვის არ არის. თითოეულ წამალზე 2-3 თვე სჭირდება. და ზოგიერთ მათგანს შეიძლება საშინელი გვერდითი ეფექტები კონდეს, ხომ ასეა? სწორია. დაფიქრდით ამაზე. 19 წლის გოგო, წონის მომატება, ოფხლიანობა, გულყრები, ეს ყველაფერი მაშინ, როცა ვერც კი ახერხებ იმ სოციალურ ურთიერთობებს, რაზეც ამ ასაკში ოცნებობ, ეს ნიშნავს, რომ ეს დამანგრეველია შენი აკადემიური კარიერისთვის, დამანგრეველია შენი თვითშეფასებისთვისაც. რა თქმა უნდა. ეს ძალიან ფაქიზი ასაკია. ასე რომ, არ გინდა ერთი კვირა არასწორ წამალზე დაკარგო. არა. მით უმეტეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ 18 თვე სჭირდება. ეს არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოვიდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე მედიკამენტი სცადა. ზუსტად ესეა. ტესტი ჩაატარა. და ტესტმა ახალი მედიკამენტი მიუთითა მისთვის. მანამდე არ ქონდა ეს წამალი მიღებული, ამიტომ დაიწყო მისი მიღება. 2-3 კვირაში უკვე განწყობა გაუმჯობესდა. ეხლა მას ძალიან კარგი ცხოვრების ხარისხი აქვს, მას შემდეგ რაც ჩვენი ტესტის, ჩვენი შედეგების მიხედვით იმოქმედა და არა ცდებისასა და შეცდომების გზით. ეს საოცარია. და ეს თელ სოფლიოშია ხელმისაწვდომი? ისრაელი, ევროპა და შეერთებული შტატები. ვაუ. მომიყევი, ანუ შენ ხარ მეცნიერი, ტვინის მეცნიერი ხარ. მომავალი აუცილებლად უნდა იყოს ზუსტი მედიცინის სფეროში. ხომ ასეა? ხედავ ამას სხვა სფეროებშიც. დიახ, ანუ კიბომ ზუსტი მედიცინის განვითარებაში ლიდერობა აიღო საკუთარ თავზე. ახალი მედიკამენტების 75%. ზუსტი მედიცინის ბიომარკერი აქვს, ანუ ბიომარკერის ტიპი, რომელიც გეუბნება, რომ ეს მედიკამენტი უნდა მიიღო მიზეზი X-ის გამო. იცით, ყველაფერი რაც ვიცი BRCA1 გენებზე და ონკოლოგიაში სხვადასხვა გენებზე, დიახ. და კიბოს მკურნალობის წარმატების მაჩვენებლები ახონებლები ახლა საოცრად მაღალია. იმასთან შედარებით, რაც 50 წლის წინ იყო. და ეს ეპოქა ყველა სხვადასხვა სფეროში მოდის. ონკოლოგიაში ეს მაჩვენებელი 65%-ია, დანარჩენ სფეროებში კი 57%-ს შეადგენს. ასე რომ, დანარჩენი სფეროებიც ნელ-ნელა ეწევიან, ზუსტად ასე. მაგრამ მე ხო უკვე აღარავინ ფიქრობს, რომ ერთი და იგივე მიდგომა ყველასთვის მუშაობს თითქმის ნებისმიერ საკითხში. თუნდაც სტატინები უნდა აირჩიო, თუნდაც ADHD-ის წამლები უნდა აირჩიო. ამიტომაც დროა ეს სხვა სფეროებშიც გადავიტანოთ. როცა პირველად მომიყევით ამაზე, გთხოვეთ, რომ ADHD-ის სფეროში შესულიყავით, რადგან როგორც ორი ბავშვის დედას, რომლებიც ADHD-ის წამლებს იღებდნენ, მეგონა რომ ძალიან ბევრი ცდა და შეცდომა გამოვიარეთ და ზოგიერთმა მათგანმა ძალიან უარყოფითი შედეგი გამოიწვია. იცით, უკვე საკმარისად რთულია, როცა შვილს წამალს აძლევ, რასაც წლებია ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ როცა არასწორ წამალს აძლევ, თავს ძალიან ცუდად გრძნობ. შეგვიძლია ველოდოთ ამას ნეიროქეარისგან მომავალში. მოусმინე, Flo. და ეს არის ის, რაც გვინდა იყოს ჩვენი შემდეგი ჩვენება. ასე რომ ვიმედოვნებთ, იქნებ 2027 ან 2028 წელს. გულისხმობ, იგივე twins უყურებთ, ხო ასეა? იგივე მეთოდია, მაგრამ ეხლა გონი უნდა შეავსოთ მონაცემები, მონაცემთა ნაკრებები. ხო, ესე რომ ჩვენ ნამდვილად შევქმნით პლატფორმა. ზუსტად, მაგალითად, ტვინის დანახვის შესაძლებლობა მოულოდნელად ხსნის პრაქტიკულად ყველა ჩვენებას ამ სფეროში. და ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით მისი მასშტაბურად პროდუქტად ქცევა, სწრაფი შესრულების ვადებით, ან იცით იმ დროის ფარგლებში, რაც ადამიანის ქცევისთვის მისაღებია, ეს არის სწორედ ტექნოლოგია. ეს არის ის, რასაც ნეიროკარი აკეთებს. და ეხლა ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ მას სხვადასხვა ჩვენებისთვის. ჩვენი პირველი ჩვენება დეპრესია. მეორე იქნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ფიქრობ, ბევრ მშობელს ძალიან გაახარებთ, რადგან ეს არის, იცით, მე თითქმის ვაწყენინე რამდენიმე ფსიქიატრს და ნევროლოგს, როცა ვთქვი, რომ ყველა მითხრა ამ ნევროლოგთან უნდა მიხვიდე. და მე ვკითხე, რატო? ეს ხო სულ ცდა და შეცდომაა. და ისინი მეუბნებოდნენ, არა, მე ვამბობდი, რომ ეს სულ ცდა და შეცდომაა. როგორც დედა ვიცი, რომ ყოველთვის ცდა და შეცდომა იყო.
ზუსტად, ესე რომ ვფიქრობ ADHD-ის შემთხვევაში მშობლები არჩევენ დაელოდონ, ვიდრე შვილს არასწორად მოექცნენ. რა თქმა უნდა. დეპრესიის შემთხვევაში ექიმის კაბინეტიდან გამოხვალთ, ალბათ წამალს დაგინიშნავთ და ჩვენს ტესტსაც პარალელურად დაგინიშნავთ. და იმ დროისთვის, როცა ამ წამალს გამოცდით, ჩვენი შედეგები უკვე თქვენს ინბოქსში იქნება. ასე რომ თქვენ დაზოგავთ თვეებს ცდებისა და შეცდომებისგან. მიგვაჩნია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შემთხვევაში ადამიანები თავიდანვე მოისურვებენ ამ სერვისის გამოყენებას, რომ დრო დაუთმონ და დარწმუნდნენ, რომ მათი შვილი პირველივე ჯერზე სწორ წამალს დაიწყებს. ზუსტად ასეა. არ არის ის, რომ მათ არ უნდათ, ისედაც საკმარისად რთულია თავიდანვე ამის გაკეთება. ზუსტად. ასე რომ თქვენ შექმნით ეს კომპანია, ეს სტარტაპი აქ ისრაელში. ეხლა თქვენ ფაქტობრივად სტარტაპების ქვეყნის ნაწილი ხართ. მოგვიყევით ცოტა, როგორი აქ მუშაობა. იყო ეს უფრო მარტივი თუ რთული, ვიდრე ფიქრობდით, რომ სხვაგან იქნებოდა. არის აქ ისეთი ატმოსფერო, სადაც ადამიანები უფრო მეტად ცდილობენ ახალი რაღაცების გაკეთებას. როგორ იყო აქ ამის გაკეთება, რადგან თქვენ აქ არ დაბადებულ ხართ როგორც მე. ჩვენ ორივე ემიგრანტები ვართ. თქვენთვის როგორ იყო ამის გაკეთება აქ? მე ვფიქრობ, რომ ეს ფანტასტიკური გადაწყვეტილება იყო. ისრაელი როგორც ეკოსისტემა, განსაკუთრებით სიცოცხლის მეცნიერებებში, ძალიან დინამიკურია. არსებობს იმდენი, მე ვფიქრობ, რომ სიცოცხლის მეცნიერებებში დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია. ასე რომ თქვენ გყავთ შესანიშნავი ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ შემოიერთოთ თქვენს გუნდში. ყველას საკმაოდ მაღალი რისკის მიღების სურვილი აქვს, ან სტარტაპერის მენტალიტეტი. ამიტომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები მზად არიან რისკზე წავიდნენ ადრეული ეტაპის სტარტაპში. ეს იგივე მენტალიტეტი არ არის, რასაც სხვა ქვეყნებში იპოვით. ასე რომ შეგიძლიათ მოიზიდოთ კვალიფიციური ადამიანები და იმყოფებით ეკოსისტემაში, სადაც ყველა ცდილობს ერთმანეთს ხელი შეუწყოს. დიახ, ასეა. და განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენ დაიწყეთ იერუსალიმის ეკოსისტემაში, რაში ძალიან ვამაყობ, რომ პოლიტიკის მხრიდან ვიყავით ჩართული. თქვენ დაიწყეთ მას ჩელენჯში, ერთ-ერთ პირველ აქსელერატორში, სადაც მოხვდით. და ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ აქ ძალიან მხარდამჭერი ეკოსისტემაა. ზუსტად ესეა, როდესაც ჩვენი კომპანია დავაარსეთ, ისრაელის სტარტაპ ნეიშენისა და იერუსალიმის ეკოსისტემის უამრავი ელემენტისგან მივიღეთ სარგებელი. პირველ რიგში შესანიშნავი Mass Challenge Accelerator-ის პროგრამა. მეორე მხრივ ვიყავით BioGIF-ში, რომელიც ძალიან უნიკალური სივრცეა. ასეთი ბევრი არ არის მსოფლიოში. ეს არის ლაბორატორია, სადაც უბრალოდ ქირაობ სივრცეს. სავატოფოში. ჰებრაული უნივერსიტეტის გივათ რამ კამპუსში. და ის ფაქტი, რომ ის არსებობს აქ, ისრაელში და შემთხვევით იერუსალიმშია, ძალიან უნიკალურია, რადგან ეხლა სულ უფრო და უფრო მეტი ქალაქია მსოფლიოში. მაგრამ როგორ მოახერხა ისრაელმა ასე სწრაფად? ეს ძალიან ინოვაციურია. კინგის ლაბორატორია. ზუსტად. ანუ ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში. ზუსტად, ეს იყო ერთ-ერთი პირველთა შორის მსოფლიოში და ისრაელი მათ სხვებზე ადრე იღებს, რადგან ეს არის ისრაელის მენტალიტეტი. ისრაელი ხედავს შესაძლებლობას და ხელმისაწვდომს ხდის თავის ხალხისთვის, თუ ეს ინოვაციას წაახალისებს. და შემდეგ მესამე ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ ავიღეთ ისრაელის ინოვაციების სააგენტოს დაფინანსება. შესანიშნავი მოდელი, რომელიც კომპანიებს დასაწყისში ეხმარება, განსაკუთრებით იერუსალიმში ყოფნის შემთხვევაში. და ეს დაგვეხმარა რისკების შემცირებაში და იმ პირველადი მონაცემების მიღებაში, რომ გვეჩვენებინა შეგვეძლო პაციენტების ნეირონების წაკითხვა და ამ პროდუქტის რეალობად ქცევა დაგვეწყო. და რომელ მომენტში მინდა რომ უკან დაგვაბრუნო, გააცნობიერე, რომ რაღაცას მიაგენი. რომელ მომენტში იფიქრე? ღმერთო, ჩვენ შეგვიძლია ნეირონების წაკითხვა. ეს იყო რაღაც, რასაც ცდილობდი და მერე მოხდა. თუ ეს უკვე თავიდანვე ქონდა მოფიქრებული. რომელ მომენტში იფიქრე? მგონი ამას გავაკეთებ. ფიქრობ, ანუ გადავწყვიტე, რომ ამას გავაკეთებდი, იცი, გულუბრყვილო თავდაჯერებულობით. მას შემდეგ რაც ისრაელში გადავედი. მაგრამ სინამდვილეში ეს საკმაოდ ახლახან მოხდა, როცა დიდი მოცულობის მონაცემები მივიღეთ. ვიცოდი, რომ ნეირონის წაკითხვა შეგიძლია, 5 წელი კოლუმბიაში ნეირონებს კითხულობდი, ამას ხელით ვაკეთებდი. კითხულობდი, იცი, ერთდროულად 2 ნეირონს თუ გადაჭარბებით ვიტყვი. მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტად აქციო და პროდუქტად აქციო ისე, რომ აჩვენო რეალურ პაციენტებზე, რეალურ ცხოვრებაში და საკმარისად დიდ რაოდენობაზე პროგნოზირებს. ეს არის ის, რაც ახლახან გამოქვეყნდა სტატიაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ და ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით ამ მონაცემების გამოქვეყნება და დავიწყეთ, იცი, ამაზე საუბარი კონფერენციებზე და ასე შემდეგ. და როცა საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს მასშტაბურად მუშაობდა და პროგნოზის გაკეთებაც შეეძლო. როდის იყო ეს? დაახლოებით 6 ან 8 თვის წინ იყო. მართვა. როგორი იყო ის მომენტი? ეს იყო უბრალოდ ძალიან დიდი შვება.
რადგან ჩემს გარშემო ამდენი ადამიანი შემოვიკრიბე. შენ ამდენი ფული შეაგროვე, შენ ეს ყველაფერი შექმენი. და რო ნახე ეს ყველაფერი ეს იყო უზარმაზარი კმაყოფილებაც. ისე თითქოს ეს ბოლოს და ბოლოს იმ ცვლილებას მოიტანდა, რასაც ყოველთვის ველოდით. რადგან ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რეალურად აქვს გავლენა. ხალხი, ბევრი ადამიანი თქვენს კონკურენტულ სფეროშია. ეს ამ ტიპის ერთ-ერთი პირველია. ეს ერთადერთი კომპანია, რომელიც ამას აკეთებს. ეს ერთადერთი კომპანია, რომელიც ამას აკეთებს, რაც ჩვენ ვიცით. ეს საოცარია. ეს მართლაც ამაღელვებელია. ისრაელში უნდა იყო მამაცი, ხომ ასეა. რთულია ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და ეს შენ და კიდევ ერთი ქალი ხართ. ზუსტად ასეა. ასე რომ ეს ქალების მიერ მართული სიცოცხლის მეცნიერებების სტარტაპია. ზუსტად ესე. ეს შეცვლის იმას, თუ როგორ უდგებიან ადამიანები ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ზუსტად ესე. მართლა დაუჯერებელია. და შემდეგ twin-ი მთლიანობაში. ასე რომ ADHD-ის შემდეგ საკმაოდ მოგწონს ეპილეფსიაზე გადასვა. ასე რომ ნევროლოგია უკვე ჩვენ სფეროშია. უკვე თანამშრომლობთ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ. ასევე დაგვეხმარა ალცჰაიმერის დაავადებასა და ფსიქიატრიაშიც. ამიტომ შეგვიძლია ნამდვილად დიდი გავლენა მოვახდინოთ twin-ის სფეროზე მთლიანობაში. ეს ძალიან ამაღელვებელია. კიდევ ერთი კითხვა ის არის, რატომ ვასხვავებთ ფსიქიატრიულ ჯანმრთელობას და ნევროლოგიურ ჯანმრთელობას? რატომ? არასდროს გამიგია. მე არასდროს დამიჭრია შენი ღვიძლი, ორ ნაწილად. არასდროს გამიგია, რატომ უნდა ჩაგვედგინა შეხვედრა, ან ნევროლოგთან, ან ფსიქიატრთან და რა განსხვავება იყო მათ შორის. და მალე ალბათ ამ განსხვავებასაც გავაქრობთ, ხო გესმის? ხელოვნურმა ინტელექტმა მან გაგაქანა წინ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რამდენიმე გამოწვევა იყო, რომელიც უნდა გადაგვეჭრა, რომ ნეირონები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. მართალია. ერთი არის ბიოლოგიური გამოწვევები, მაგალითად, სისხლის აღება და მისი ნეირონებად გადაქცევა. მეორე კი მათი წაკითხვა, რადგან სინამდვილეში ისინი ძალიან რთულია. მართალია. ეს რუკა, ეს ნეირონების ქსელი, რომის კავშირებსაც ვკითხულობთ, შეიძლება ათასობით საათი დაგჭირდეთ, როგორც ადამიანს, რომ ამ დონის კავშირები დაანოტიროთ. და სწორედ ეს არის. და შემდეგ უნდა შეადაროთ ეს მედიკამენტს. და შემდეგ თქვენ აკეთებთ ამას ზუსტად ასე, ყველა მედიკამენტს. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. და გააკეთეთ ეს კიდევ ერთხელ სამაგად და ათასობით ნეირონზე. და იცით, მე 5 წელი პოსტდოქტორანტურაში გავატარე, სადაც ძალიან ბევრ ხელით სამუშაოს ვასრულებდი. და ეხლა, ჩვენი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით, ჩვენ მყისიერად ვკითხულობთ ამ კავშირების დონეს. და ეს სრულიად გარდამტეხია. ის აშორებს. ასევე აშორებს ცვალებადობას. ადამიანები ცვალებადები არიან. სრულიად სწორია. და ეხლა ჩვენ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდნენ პაციენტის ნეირონები. და ეს ხდება მყისიერად, საიმედოდ და სტაბილურად. გულისხმობ, თქვენ ნამდვილად უნდა გძნობდეთ დიდ მიღწევას. და როგორც ჩანს, თქვენ მხოლოდ ახლა იწყებთ. ზუსტად, თქვენ შეიძლება საბოლოოდ მართლაც გამოასწოროთ ბევრი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც ყველას გვეხება. იცით, როგორც თქვენ ამბობთ, ყველას რაღაცა აწუხებს. ჩემი დედა, იცით, სამწუხაროდ ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა. და იმედი მაქვს, სანამ მე მის ასაკს მივაღწევ, თქვენ იპოვით გზას, რომ მე ეს არ დამემართოს, თალია. წნეხის გარეშე. ხო, თხოვეთ, რომ ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი ამომეხსნა. აი აქ ვარ, აი ესე. თქვენ დეპრესიას აგვარებთ. ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის სინდრომსაც გადაწყვეტთ. ეს მართლა ძალიან შთამაგონებელია, რომ თქვენ არა მხოლოდ ქალი ხართ, არამედ დედაც ხართ და ყველაფერს ერთად აკავებთ. და თქვენ ამდენს აკეთებთ ასეთი გლობალური გავლენით. მე არ ვიცი, ბევრი ადამიანი, ვისაც ისეთი გავლენა აქვს, როგორიც თქვენ გაქვთ, ადამიანების გაუმჯობესებასა და მათ განკურნებაში. და განსაკუთრებით ეხლა, იცით, ყველა იმ ტრაუმის შემდეგ, რაც ჩვენ აქ ისრაელში გამოვიარეთ, როცა ასე ბევრი ტრაუმა იყო მთელ მსოფლიოში. ზოგადადაც, მაგრამ განსაკუთრებით აქ 7 ოქტომბრის შემდეგ ეს უდიდეს კმაყოფილებას უნდა გაძლევდეთ, რომ თქვენ რეალურად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯარისკაცებს, მსხვერპლებს, იცით, იმ ადამიანებს, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ განადგურებულები იყვნენ. ზუსტად ესეა. ყოველთვის ვიჯექი იქ და ვგზნობდი იმედგაცრუებას მას შემდეგ, რაც ისრაელში გადავედი. და მივხვდი, რომ ეს საოცარი ისრაელის ტექნოლოგიები იქმნებოდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ისრაელში ხელმისაწვდომი არ იყო. იგი იყიდებოდა. იგი იყიდებოდა, ან მათი პირველი ბაზარი იყო ამერიკა და არც კი ეცადნენ, რომ ის ისრაელში საკუთარ ბაზარზე შემოეტანათ. ცხადია, ზოგიერთი მათგანი სამომხმარებლო პროდუქტებია, რომლებიც პაციენტების ცხოვრებაში დიდ ცვლილებას არ იწვევს, თუმცა მე უყურებდი ახალშობილებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიებს. იცი, ესენი სიცოცხლის გადამჩენი ტექნოლოგიებია და მე ვერ შევძელი სხვა ქვეყნებში მომიწია წასვლა, რომ ისრაელის ტექნოლოგიები მომეპოვებინა. და ეს არ იყო ის, რაც მინდოდა.
მე გავაკეთე ალია, ვარ სიონისტი, ალია გავაკეთე მიზეზით და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, რომ ეს ტესტი აქ ისრაელში ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლეთ, დავრწმუნდით, რომ ეს ჩვენთვის პრიორიტეტი იყო. აქ ჯანმრთელობის სამინისტროს ბიუროკრატიასთან გამკლავება ადვილი არ არის. ზუსტად. ასე რომ ეს ჩვენთვის პრიორიტეტი იყო. და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ისრაელშიც დავიწყოთ ეს პროექტი. და ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ იმ ტანჯვაში, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხდა. ფიქრობ ეს პატარა წვლილზე მეტი იქნება. თალია, კოლჰაკავოთ. შესანიშნავი სამუშაოსთვის გილოცავ. ეს ნამდვილად შთამაგონებელია. და თქვენ ყველა ვინც გისმენთ, იცოდეთ, რომ ნეუროკერ არის ტესტი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც იცნობთ და ვინც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება. და ის შექმნა საოცარმა ქალმა, ემიგრანტმა აქ იერუსალიმში, თალია კოენ-სალომმა და ნეუროკერმა. დიდი მადლობა რომ აქ ხართ. გმადლობთ.